მოგესალმებით. პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება კონსერვატორი და მემარჯვენე პოლიტიკოსის კაროლ ნავროვსკის სახით. ეს გლობალური ომის პარტიისთვის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ევროკრატებისთვის უსიამოვნო ფაქტია. მათთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა ლიბერალი რაფალ ტრშასკოვსკი ყოფილიყო პრეზიდენტი, რომელიც პრემიერ დონალდ ტუსკთან ერთად იდეალურ მოცემულობას შექმნიდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ ნაკარნახები ნეოლიბერალური პოლიტიკის ფორსირებულად გასატარებლად. საუბარია LGBT უფლებების გაფართოვებაზე, არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და უკრაინის ომში პოლონეთის როლზე. თუმცა ამჯერად გლობალურ deep state-ს რუმინული სცენარის გამეორება, ანუ არჩევნების გაუქმება და საკუთარი კანდიდატის პრეზიდენტად გაყვანა აღარ გამოუვიდა. შესაბამისად, ევროკრატებს ახალი რეალობის შეფასება და აქედან გამომდინარე მოქმედება მოუწევთ. საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერებთან ერთად პოლონეთის პრეზიდენტის დაუპირისპირდეს ევროპისთვის გლობალური ომის პარტიის მიერ თავს მოხვეულ დღისწესრიგს. კაროლ ნავროვსკის მხარს უჭერს ოპოზიციური მემარჯვენე კონსერვატიული პარტია კანონი და სამართლიანობა და ასევე შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ნავროვსკი მიზნად ისახავს პოლონეთის სუვერენიტეტის მეტდაცვას და ბრძოლას ბრიუსელის დიქტატის წინააღმდეგ. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა და ორივეზე ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 70% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ძალიან კარგად ესმოდა თუ რა იდო სასწორზე. ან პოლონეთის უფრო მეტად დაქვემდებარება გლობალური ძალებისთვის, ან სუვერენიტეტის დაცვა, ან ტრადიციული ცხოვრების წესი და ქრისტიანული ღირებულებები, ან LGBT პროპაგანდა და ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირის აღიარება, ან deep state-ის მარიონეტი ხელისუფლება, ან პოლონეთის ეროვნული ინტერესების გატარება. პოლონეთის პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ევროპულ deep state-ს უპირატესობა ნამდვილად ჰქონდა. პრემიერი დონალდ ტუსკი ბრიუსელის ბიუროკრატიის ერთ-ერთი ფავორიტია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც იყო და თავისი ღირებულებებით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის სტანდარტებში ნამდვილად ეწერებოდა. ეს თანხმედრა უკრაინის ომის საკითხშიც ძალიან მკაფიოდ ჩანდა. არსებითი განსხვავება კანდიდატებს შორის იყო ის ღირებულებები, რამაც განაპირობა არჩევნებში კაროლ ნავროვსკის გამარჯვება და რაფალ ტრშასკოვსკის მარცხი. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული პროევროპელობა და ევროსკეპტიკოსობა რამდენიმე საკითხზე გადის. ერთ-ერთი მთავარი ამ საკითხებში არის ის, თუ რამდენად ეთანხმება ან არ ეთანხმება პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკას, რაც LGBT უფლებების გავრცელებასა და დანერგვასაც გულისხმობს. ნავროვსკის ევროსკეპტიკოსობა და ბრიუსელის ბიუროკრატიის ოპოზიციაში ყოფნა ამაში გამოიხატება. deep state-ის მართული ბრიუსელი ამკვიდრებს LGBT უფლებებს. ნავროვსკი კი ტრადიციული ცხოვრების წესის დაცვისა და შენარჩუნების მხარეს დგას. ნავროვსკი ასევე ღიად ამბობდა, რომ ბრიუსელის დიქტატის წინააღმდეგ იბრძოლებდა. არ დაეთანხმებოდა პოლონეთის სუვერენიტეტის დათმობას ევროკავშირის სტრუქტურების სასარგებლოდ, დაუპირისპირდებოდა ბრიუსელის კლიმატის პოლიტიკას, არ გაზრდიდა LGBT თემის უფლებებს და არ შეამსუბუქებდა პოლონეთში არსებულ მკაცრ რეგულაციებს აბორტთან დაკავშირებით. დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატიისა და მისი მმართველი გლობალური ომის პარტიისთვის პოლონეთში კაროლ ნავროვსკის გამარჯვება კარგი შედეგი ნამდვილად არ არის. ევროკრატების მარიონეტებად გამოყენებით დღეს ევროპაში ყველა იმ ევროპულ ღირებულებაზე ამბობენ უარს, რომელზეც გაერთიანება თავის დროზე იდგა. ადამიანის უფლებები, სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობა და მართვის სუვერენული მოდელი წარსულს ჩაბარდა. ამას ემატება არალეგალური მიგრაციის საკითხი. LGBT პროპაგანდა, რომელიც ეგრეთ წოდებული პროევროპულობის ნიშნად იქცა. ბრიუსელის დიქტატი და ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმების მორჩილება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დათმობა გლობალური ომის პარტიის სასარგებლოდ. ასეთია დღეს ევროკავშირის რეალური სახე და ევროკრატებისთვის ნავროვსკის გამარჯვება ბუნებრივია, რომ სირთულეებს შექმნის. ამ სირთულეებს, როგორც ჩანს, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხიც დაემატება. ის, რაც ნავროვსკის გამოარჩევდა, არის მისი წინააღმდეგობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. ნატოს გაფართოვების საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მით უმეტეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ფონზე. ამ მიმართულებით ნავროვსკისა და შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის განსაკუთრებული წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებდა, რომ
სავსებით გასაგებია რუსეთის შეშფოთება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვებასთან დაკავშირებით და წინააღმდეგობა მასში სამი ქვეყნის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესვლაზე. აქედან გამომდინარე, ნატოს გაფართოვების პროცესის შეწყვეტის განხილვა შესაძლებელია. კაროლ ნავროცკიმ ზუსტად მეორე ტურამდე დადო პირობა, რომ არ მოაწერდა ხელს უკრაინის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს. თუმცა რამდენად შეძლებს პოლონეთის ახალი პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას, განსაკუთრებით პოლონეთისთვის სუვერენიტეტის აღდგენას და ქვეყანაში გლობალისტური ძალების გავლენების შესუსტებას, ამას დრო და პოლონეთის პოლიტიკურ ელიტასთან ნავროცკის დამოკიდებულება გვიჩვენებს. ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონელი პოლიტიკოსების ხშირი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და განხორციელებული ზეწოლა, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. პოლონეთის არჩევნებზე ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ორი საპრეზიდენტო ტური. ორი მთავარი კანდიდატი, 2 საათიანი ეიფორია. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გავიმარჯვეთ. და ერთი მთავარი გამარჯვება. ქალბატონებო და ბატონებო, დიახ, ჩვენ გავიმარჯვეთ. არჩევნების კულმინაციამაც კი აჩვენა, რამდენად დაძაბული, რთული და დამაინტრიგებელი არჩევნები ტარდება პოლონეთში. ევროპული დიპსტეითის მხარდაჭერილი ვარშავის მერი, ცესკოს საბოლოო მონაცემებს არ ელოდება და თავის მომხრეებთან ერთად გამარჯვებას ეგზიტ პოლებზე დაყრდნობით ზეიმობს. მას სეფსონი ბრიუსელის ევროკრატებს უდევთ. ამიტომაც ცდუნებას ვერ უძლებს, ზეიმობს. გამარჯვებული სულ 2 საათით იქნება. 2 საათში ცესკო ოფიციალურ მონაცემებს დადებს. რაფაელ ჩასკოვსკი ამომრჩეველთა ხმების 49,1%-ს მიიღებს. კაროლ ნავროცკი კი 50,9%-ს. ამ მარათონს მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. გამარჯვებულის ვინაობაზე მეტად მნიშვნელოვანი თავად საარჩევნო პროცესი ხდება. სახიფათო ტენდენცია ჯერ კიდევ 2024 წელს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. გლობალური ომის პარტია PSONS-იქ მაია სანდუზე დებს და აკებს. დღის ბოლოს ცესკო გამარჯვებულად მის კონკურენტს, ალექსანდრ სტოიანოგლოს ასახელებს. მაგრამ უკვე დილით ვითარება რადიკალურად იცვლება. ევროპიდან ღამე შემოსული საარჩევნო ბიულეტენები ზუსტად იმდენია, რამდენიც სანდუს გამარჯვებას სჭირდება. 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისით სრულდება. გლობალური ომის პარტია იქ PSONS ელენა ლასკონიაზე აკეთებს და აგებს. რუმინელების ფავორიტი კალინ ჯორჯესკუ ხდება. მისი გამარჯვება დიპსტეითის გეგმებში არ შედის. და მაშინ მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნებს საერთოდ გააუქმებს. ჯორჯესკუს არჩევნებიდან ხსნიან. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ხალხის არჩევანს კი არ დაიცავს, არამედ განაცხადებს. ეს სასარგებლო პრაქტიკაა და თუ საჭირო გახდება, სხვაგანაც გამოვიყენებთო. ჩვენ ეს რუმინეთში გავაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში ცხადია გერმანიაშიც გავაკეთებთ. გასაგები ხდება, გლობალური ომის პარტიის მართული ბრიუსელი არ აპირებს დემოკრატიის დაცვას. ის აპირებს დემოკრატიის კონტროლს. რუმინეთის პრაქტიკა და ბრეტონის რეპლიკა აჩვენებს, რომ ევროპაში დემოკრატიულ წესებს მნიშვნელობა აღარ აქვს. ამომრჩევლის ხმა, ხალხის ინტერესები საინტერესო აღარ არის. პრიორიტეტული ხდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენები და მათი ძალაუფლება. ამიტომ უნდა გაკონტროლდეს დემოკრატია. კონტროლი დაიწყება ყველგან. რეპრესიების ქვეშ მოყვება საფრანგეთში მაკრონის კონკურენტი მარინ ლეპენი. სასამართლო მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აუკრძალავს. ამიტომაც არის პოლონეთის არჩევნები ამდენად სენსიტიური და მნიშვნელოვანი. PSONS დიპსტეითი აქ ჩასკოვსკიზე დებს და ისევ აგებს. პოლონელი ხალხი იტყვის, რომ მისი არჩევანი პოლონეთია და არა ბრიუსელის ევროკრატები. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მიხარია, რომ პოლონეთი პოლონეთად დარჩება და არ გაიყიდება. ახლა საინტერესოა, ბრიუსელი მიიღებს დემოკრატიის თამაშის წესებს, თუ პოლიტიკური პროცესის გაკონტროლებას ბიუროკრატიული ინსტრუმენტებით შეეცდება. ევროკომისიის პრეზიდენტი ამ არჩევნებს მხოლოდ სოციქსელებით ეხმაურება. გამარჯვებულს პირადად არ მიმართავს. როგორც მაგალითად მაია სანდუს მიმართა. პოლონეთში წააგო. ამიტომაც ნავროცკის მხოლოდ მონიშნავს და ზოგადი ფრაზებით იფარგლება. გილოცავთ ნავროცკი, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალიან კარგ თანამშრომლობას პოლონეთთან. ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვართ ჩვენს მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების ერთობლივ საზოგადოებაში. მოდით ერთად ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. რასაც არ უნდა გულისხმობდეს ფონ დერ ლაიენი ერთად მუშაობაში,
მათი პოზიციები და შეხედულებები იმდენად განსხვავებულია, რომ კოლაბორაცია რთული წარმოსადგენი ხდება. მედია ამ საკითხით უკვე დაინტერესებულია. ევროკომისიის წარმომადგენელს ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხება, როგორ წარმოუდგენიათ მათ ანტიევროპული შეხედულებების მქონე პოლონეთის პრეზიდენტთან თანამშრომლობა. ხედავთ თანამშრომლობის პერსპექტივას პრეზიდენტთან, რომლის პოლიტიკა აშკარად ანტიევროპულია, განსაკუთრებით მიგრაციის, ეკოპოლიტიკის, უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და თავდაცვის სფეროებში. პასუხად ევროკომისიის წარმომადგენელი ფონ დერ ლაიენის პოსტს ახსენებს და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, რითაც ბრიუსელის უკმაყოფილებას გაუსვამს ხაზს პოლონეთის პრეზიდენტი კათოლიკური ღირებულებების და ტრადიციების დამცველია. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს 1000 წელზე მეტი ტრადიცია. ერი, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანულ ღირებულებებზე მიჯაჭვულობით, რაც პოლონეთის საფუძველია და ჩვენ უნდა ვთქვათ ეს მკაფიოდ. ქრისტიანული ღირებულებები პოლონეთის საფუძველია. მიაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და კაცის კავშირია. ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის კავშირი. მე ვერ წარმომიდგენია ქორწინება ერთი სქესის ადამიანებს შორის. მაშინ როცა გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ბრიუსელი უკვე დიდი ხანია იცავს LGBT უსასრულო პლუსების უფლებებს. ეკლესიას მიუთითებს, რომ ერთსქესიანთა წყვილებს ჯვარი დაწეროს. სახელმწიფო სტრუქტურებს მიუთითებს, რომ ერთსქესიანთა ოჯახებს შვილად აყვანის ნებართვა მისცეს. ბაღებსა და სკოლებს მიუთითებს, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან კაბიანი მამაკაცები შეუშვან. ნავროცკი ამბობს, რომ უკომპრომისო იქნება უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ მე გავხდები პრეზიდენტი, მაშინ ცალმხრივად გამოვალ საემიგრაციო შეთანხმებიდან. პოლონეთში უნდა ბატონობდეს მხოლოდ ერთი პრინციპი: ვინც გადმოაბიჯებს ჩვენი სახლის ზღურბლს, ის პატივს უნდა სცემდეს ჩვენს ფასეულობებს. პატივს უნდა სცემდეს იმას, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. მაშინ როცა ბრიუსელი დიპ სტეითის დავალებით გულმოდგინედ იცავს ღია საზღვრების პოლიტიკას, იცავს და ახლა ამკაცრებს კიდეც. ახალი რეგულაციები შემოაქვს, რის მიხედვითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებმა მიგრანტები თანაბრად უნდა გადაინაწილონ. ნავროცკი მკაცრად აკრიტიკებს ბრიუსელის ევროკრატიას. ამბიციურ პოლონეთს შეუძლია თქვას არა, როდესაც ევროკავშირს სურს მთელი ევროპის ცენტრალიზება. ჩვენ არ გვსურს, რომ ევროკავშირმა მიგვითითოს რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა სკოლაში. ჩვენ ვეუბნებით არა იდეოლოგიას. ნავროცკი უკრაინის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. მე ვერ ვხედავ უკრაინას ვერც ერთ სტრუქტურაში, ვერც ევროკავშირში, ვერც ნატოში, იქამდე, სანამ არ გადაიჭრება პოლონელთათვის ცივილიზაციური საკითხები. უკრაინის ომში ადანაშაულებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროკრატებსაც. მე არ მეპარება ეჭვი, რომ ზუსტად რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინის ომში, მაგრამ არა მხოლოდ ის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსების და მათი პოლონელი დამხმარე დონალდ ტუსკის მიამიტობა და სისულელე. არ მოსწონს მწვანე პოლიტიკის იდეა. მთავარ აქცენტს აკეთებს ვაშინგტონზე და არა ბრიუსელზე. პოლონეთის პრეზიდენტის საარჩევნო სლოგანი ხდება პოლონეთი უპირველეს ყოვლისა. მე გამოვთქვა მხედვებს, რომელიც არ მოსწონს კრემლს, კიევს და ბრიუსელს. მეს საერთოდ არ მადარდებს. ერთადერთი ჩემი პასუხისმგებლობა არის პოლონელთა წინაშე. და თუ რას ფიქრობს ამის შესახებ პროპაგანდა მოსკოვში თუ კიევში, ჩემი საქმე არ არის. ჩემი მოვალეობაა პოლონეთი. მსგავსი სლოგანით ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი გამოვიდა. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე დონალდ ტრამპი კაროლ ნავროცკის თეთრ სახლში მიიღებს. მედიაში მაშინ ტრამპის მოკლე ციტატა გაჩნდება: შენ უნდა გაიმარჯვო. ამერიკის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნუმი წინა საარჩევნოდ მის მხარდასაჭერად პოლონეთში ჩადის და ამბობს: კაროლ ნავროცკი ჩვენი კაცია. ალ-ჯაზირას კორესპონდენტი ჰაშიმ აილბარა ნავროცკის გამარჯვების შემდეგ იტყვის: ეს სერიოზული დარტყმა ლიბერალებისა და ცენტრისტებისთვის და დიდი გამარჯვება კონსერვატორებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ვიხილავთ პრეზიდენტს, რომელიც დაადებს ვეტოს ნებისმიერ კანონმდებლობას, რომელსაც იგი კონსერვატიული მოძრაობის სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. პიოტრ ბურასი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ვარშავის ოფისის ხელმძღვანელი. თავარი შედეგი იქნება ის, რომ დონალდ ტუსკს საგარეო და ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებით მანევრის სივრცე შეეზღუდება, რადგან პრეზიდენტი აუცილებლად შეეცდება ამ მთავრობის პოზიციის შერყევას. შეარყია კიდეც. ადგილობრივი მედიის ცნობით არჩევნების შედეგების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აპირებს, რომ მთავრობის ნდობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს. მაგრამ ამ პროცესში მთავარი სიტყვა მაინც ამომრჩეველს ეკუთვნის. ევროპული დიპ სტეითის პოზიციებს წინამდვილეში ევროპელი ამომრჩეველი არყევს.
რომელსაც აღარ უნდა ბრიუსელიდან თავს მოხვეული დღის წესრიგით ცხოვრება. არ მოსწონს ფონ დერ ლაიენის ინსტრუქციები. პოლონეთშიც ამომრჩეველთა აქტიურობა უპრეცედენტოდ მაღალია. მხოლოდ მათი აქტიურობის შედეგია კაროლ ნავროცკის გამარჯვება. ბავშვობაში ბოქსი იტაცებს, ახალგაზრდობაში ისტორია. პროფესიით ისტორიკოსია, ახლა პოლიტიკაში ერთვება. 2021 წლამდე მეორე მსოფლიო ომის მუზეუმის დირექტორია. შემდეგ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გადის. თუმცა ფისის მემარჯვენე პოზიციების პარტია მისი მთავარი მოკავშირე ხდება. პოლიტიკას ის სუფთა ფურცლიდან იწყებს. რთულ და საეჭვო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ ყოფილა. შესაბამისად, მის წინააღმდეგ რამე კომპრომატის მოძებნა ძნელია. ამიტომაც მედიაში სხვადასხვა შინაარსის კომპრომატები იბეჭდება. დოიჩე ველე მათ სერიოზულს უწოდებს. კონკრეტულად, ითქვა, რომ ახალგაზრდობაში იგი მონაწილეობდა ფეხბურთის ფანთა ჭუბებში. ასევე, როდესაც იგი მუშაობდა დაცვად სასტუმრო გრანდ ჰოტელში, რომელიც მდებარეობს საკურორტო სოპოტში. სტუმრებისთვის მეძავების მიწოდებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ის დაპირდა მოხუცს, ალკოჰოლ-დამოკიდებულ და ღარიბ მეზობელს ზრუნვას. მისი კერძო საკუთრება ერთოთახიანი ბინა გადაიფორმა, ხოლო ყოფილი მფლობელი მოხუცს და თავშესაფარში აღმოჩნდა. მაგრამ ეს ფოკუსები ამომრჩეველზე აღარ მოქმედებს. პოლონელებს ევროკრატების ტრიუკები აღარ აინტერესებთ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის თუ საით განვითარდება ქვეყანა. როგორი იქნება მისი უსაფრთხოება, რამდენად იქნება ხალხი დაცული მიგრანტების უსასრულო ტალღებისგან, ომის საშინელებისგან და ეკონომიკური კრიზისისგან. თუკი მთლიან სურათს შევხედავთ, გამოჩნდება, რომ ევროკრატების გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც არალეგალური მიგრაციიდან დაწყებული და LGBT პროპაგანდით დასრულებული, რაც ასევე ყველა ევროპული ფუნდამენტური ღირებულების ნგრევასა და ტრანსფორმაციას მოიცავს, ევროპელი ამომრჩევლისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ რუმინეთთან მიმართებით ევროკრატებმა შეძლეს და მაინც ის კანდიდატი დასვეს პრეზიდენტად, რომელიც მათ ინტერესებში შედიოდა. პოლონეთში არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადება და შედეგების გაუქმება არ გამოვიდოდა. პოლონეთი უფრო ძლიერი პოზიციების ქვეყანაა, ვიდრე რუმინეთი და ასეთი ნაბიჯი ძლიერ სახალხო მღელვარებას გამოიწვევდა. ნახოთ, რამდენად გამართლდება მოლოდინი და რამდენად დამოუკიდებელი იქნება კაროლ ნავროცკი დიპ სტეითისა და ბრიუსელის ბიუროკრატიისგან. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.